პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივ მოქმედმა საპარლამენტო საბჭოს წევრებმა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განიხილეს ქალთა მიმართ ძალადობა და ადრეული ქორწინება. საუბარი ასევე შეეხო გენდერული ნიშნით ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე ახალ ფორმას კიბერძალადობას და მისი პრევენციის გზებს. შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა კერძო და საჯარო სკოლების უფროს კლასელებთან იმართება 16 დღიანი ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მივცეთ ახალგაზრდობას იმ რეფორმებთან, იმ ძირეუცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხების წინააღმდეგ გამოიყენება, ასევე იმ მექანიზმებზე, რომელიც სახელმწიფოს ხელში არის, რომ მაქსიმალურად დაიცვას მსხვერპლი ან პრევენცია გაუკეთოს ნებისმიერ ძალადობის ფაქტს. მნიშვნელოვანი კამპანია მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საინფორმაციო კამპანიას. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო არის ორგანიზატორი და ინიციატორი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ ყველაფერი ის რეფორმები, რომელიც ამ კუთხით მიმდინარეობს. ახლა მომხდარი ფაქტი არის, რომ არასრულწლოვანი ძალით გაათხოვეს და ამას მოყვა ფატალური შემთხვევა. ჩემი აზრით ეს ძალიან მიუღებელია და პირველ რიგში ეს არის ოჯახის ბრალი. ამნაირი კიდევ ძალიან ბევრი ფაქტია, ძალადობა, ნადრევი ქორწინება და ასე შემდეგ. კიდევ ცოტა ხნის წინ მომხდარი ამბავი არის, რომ არასრულწლოვანმა გააჩინა ბავშვი, რაც ესეც ძალიან მიუღებელია და მე მგონია, რომ აი ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას და ამის გამო უნდა ძალიან ბევრი ლექციები ჩატარდეს თუნდაც სკოლაში.